ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. უპირველეს ყოვლისა ხა დავიწყებთ, სიმბოლური კითხვით დავიწყებ, იმიტომ რომ მიმდინარეობს საკმაოდ დიდი ფორუმი დღეს თბილისში და აი მე მაინტერესებს ხა აი რეალურად თან მით უმეტეს ჩვენ ერთად გქონდა პატივი რომ ამ აბრეშუმის გზის ფორუმის პრე-ღონისძიებაზე ყოფილიყავით დედაქალაქში, მოусმინეთ მაშინ ევროპულ გამოცდილებას, საფრანგეთს, ესპანეთს, იტალიას და შესაბამისად ანუ მივიღეთ გარკვეული ცნობიერებაც ამ კუთხით, ხო? აი როგორ შეიძლება ჩვენი ქვეყანა დავაპოზიციონიროთ, რომ უპირველეს ყოვლისა დავიცვათ ხარისხი. რომ მე საინტერესო გავხდეთ, თუნდაც იგივე დასავლური ინვესტიციებისთვის. როგორ აფასებთ ზოგადად ასეთი ფორუმების მნიშვნელობას და აი რა მნიშვნელობა აქვს აი ასეთ ტიპის ნეტვორკებს ჩვენი ქვეყნისთვის? მოგესალმებით სანდრო, მოგესალმებით ემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ზოგადად ასეთი ფორუმები და ასეთი ღონისძიებები ძალიან ხელს უწყობს საქართველოს როგორც საინვესტიციო ქვეყნის წარმოჩინებას უკეთესად. ცნობილია რომ ძალიან დიდია კონკურენცია ახლა ქვეყნებს შორის ინვესტიციების მოზიდვაზე და თავის პოზიციების დაკავებაზე. მით უმეტეს განსაკუთრებით ისე დროს, როდესაც ქვეყანა ჩვენს გარშემო, ანუ რეგიონში დიდი ცვლილებებია, გულისხმობ ამ შემთხვევაში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ასე ვთქვათ განვითარებულ მოვლენებს და ყოველდღიურად მოდის დადებითი და პოზიტიური ინფორმაცია რომ ეს ქვეყნები საბოლოოდ გადავლენ მშვიდობიან ურთიერთობებზე მრავალი წლის მანძილზე და ამერიკა აქტიურად არის ჩართული თქვათ იქ რაღაც სატრანსპორტო კორიდორის განვითარებაში ეს რეგიონს მთლიანობაში ძალიან დიდ ფასს წენს და ჩვენს ასეთ შეხვედრებზე ვისაუბრეთ თუ რამხელამდე ეს რამდენად ასე ვთქვათ შესაძლებლობა აქვს საქართველოსთვის თუ პირიქით გამოწვევა ასე რომ ასეთი ფორუმები სწორედ უნდა მიეწყვნას საქართველოს როგორც რეგიონალურ ლიდერის წარმოჩინებას და აი ამ კარგი გაგებით ამ შიდა რეგიონალურ კონკურენციაში უნდა გამოჩნდეთ მაქსიმალურად პოზიტიურად რაცა მეტი ასე თუ საინვესტიციო ბაზა შექმნა და მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ და მართლაც გახდეს ჩვენი ქვეყანა მომავალში ძალიან საინტერესო საინვესტიციო ადგილად. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამაზე ყველამ ერთად ვიზრუნოთ, ვინაიდან ადრე თუ გვიან მე მათ მწამს რომ რეგიონში მეტ და უფრო დიდი ხნის მშვიდობა დამკვიდრდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ უკრაინაში ეს კომპლექსი ომი რუსეთის აგრესია დამთავრდება ისეთი ფორმით რომ ევროპა დასავლეთი ამ შემთხვევაში ძალიან გამარჯვებული უნდა გამოვიდეს და შესაბამისად ამ მომენტისთვის უნდა მემზადებოდეთ ჩვენ რათა საქართველოს გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი საერთაშორისო ინვესტორებისთვის ასე რომ ასეთი ფორუმები ასეთი ღონისძიებები უნდა იყოს სწორედ ამაზე მისხვნილი როგორ შეიძლება უფრო ასე ვთქვათ გავაცნობიეროთ ყველამ ერთად საქართველოს პერსპექტივები და დავიჯეროთ ამ პერსპექტივების. მე მინდა მადლობა პირველის ყოვლისა ძალიან საინტერესო აქცენტებისთვის ბატონ თამას და მე მინდა ეხლა რამდენიმე ძირითადი მესიჯი ჩავაქსოვო აქ უკვე რომელიც პირდაპირ პროპორციულად ბიზნესთან არის კავშირში და პირდაპირ პროპორციულად შედის ბიზნესის ინტერესებში. უპირველეს ყოვლისა წარმოუდგენელია რომ არ დაგეთანხმოთ და რეგიონში არსებული მშვიდობა რამდენადაც ძალიან კარგია და უალტერნატივოა და ის რო თუნდაც ჩვენი მეზობლები უკვე დალაგების პირას არიან ეს ყველაფერი შეიძლება ხვალდაზე გახდეს ჩვენთვის გარკვეული გამოწვევების წინაპირობაც, იმიტომ რომ არსებობს მათ შორის რისკებიც რომ საქართველოს ეხლა მე ღიად არ ვიძახი ამას არ უნდა დაკარგოს ჩვენმა ქვეყანამ არც ერთ შემთხვევაში რეგიონალური ჰაბის ფუნქციონალი. და შესაბამისად თუნდაც ეხლა ეს ფორუმი რასახელსაც ატარებს აბრეშუმის გზა, ხო? რეალურად საქართველოს აი ამ კვანძის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს როგორც პირდაპირ, ასევე ირიბი მნიშვნელობით, როგორც გეოგრაფიულად, ასევე იდეოლოგიურად. მე მინდა დავინახო ხვალდაზე ის პერსპექტივა რომ საქართველოს გახდეს ძალიან ბევრი გლობალური კომპანიის ასე ვთქვათ პროდუქციის რეალიზაციის არეალი. მე მინდა მათ შორის რომ საქართველოსზე გადიოდეს ყველა გზა, ტვირთები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რომელიც უპირველეს ყოვლისა ითარგმნება ბიზნესის ინტერესებში და შესაბამისად ანუ ჩვენ მარტო ერთი შეხედვით სადღეგრძელობით კი არ უნდა შემოვიფარგლოთ ეს ყველაფერი უნდა გადავაქციოთ საქმეთ დავიდან ბოლომდე რომ საქართველოს იყოს პირობითად დიდი პატივისცემა სომხეთს მაგრამ NVIDIA სომხეთში არ უნდა მიდიოდეს როცა საქართველოში ამხელა შესაძლებლობები არსებობს და ეს სწორი მუშაობის შედეგად უნდა მოვიტანოთ და ეს შედეგები დავდოთ. ეხლა მე მაინტერესებს ბატონო თამას აი რეალურად დღეს ხედავთ თუ არა იმ ნაბიჯებს რომლის საფუძველზეც საქართველოს ჩვენ დავაპოზიციონირებთ როგორც მართლა რეგიონალურ ჰაბს რაც მერე გზას გაუხსნის
საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუციებს, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებს. დარწმუნებული ვარ კომპანია DIO, რომელსაც 30 წლის ისტორია აქვს, ხო? უარს არ იტყვის საერთაშორისო დაკრედიტებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, საერთაშორისო პორტფელზე, გრძელვადიან ლარის რესურსზე და ბევრ სხვა პრეფერენციაზე, ხო? ეს ჰაერიდან ხო არ მოდის? ეს რეალურად სწორი ნაბიჯების შედეგი უნდა იყოს. რა ნაბიჯებით ჩვენ ერთად უნდა გადავდგათ როგორც კერძო სექტორმა, ასევე მთავრობა. აქედან გამომდინარე, მე მაინტერესებს დღეს აი რა პერსპექტივებს ხედავთ. რომ აი თუნდაც მაგარია ძალიან აბრეშუმის გზის ფორუმი, ძალიან მაგარია, რო ეწყობა დედაქალაქში, ესეც ძალიან მაგარია, მაგრამ ამავდროულად აუცილებელი არის, რომ ეს აქტი უკვე საქმეში გადავზარდოთ და პირობითად ვიზრუნოთ იმაზე, რომ აი ეს ქართული ბიზნეს ფარი იყოს სტაბილური გარშემო არსებული турბულენციების მიმართ. აქედან გამომდინარე, აი რა ნიშნებს ხედავთ დღეს თქვენ? დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო კომპლექსური კითხვაა. ჩვენი საუბრის გაგრძელება, ანუ რა ჩემი აზრით რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს შედეგი მივიღოთ. ძალიან პირველ რიგში უნდა გავიაზროთ რა ასე ვთქვათ აქტივებს ფლობს ზოგადად ჩვენი ქვეყანა ისტორიულად და ამ მომენტშიც, ხო? ჩვენ უნდა შევთავაზოთ იმაზე, ჩვენ წიაღისეულების კუთხით აქტივებით გათამამებულები არ ვართ, ხო ასეა? გვაქვს ძალიან საინტერესო წიაღისეული წყლის სახით რაღაცა, მაგრამ მადნეულის სახით, მაგრამ არა ისე როგორც ვთქვათ, ნავთობის სახით, რომელიც არის განპირობებელი ქვეყნის ეკონომიკის ამოძრავებელი ძალა. ასე რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ჩვენი სწორად უნდა შევაფასოთ ჩვენი აქტივები და პოზიციონირება აქედან გამომდინარე უნდა განსაზღვროთ. ანუ ჩვენი მთავარი აქტივი უნდა იყოს, ეს არის თანამედროვე განვითარებული ევროპული ყაიდის ქვეყანა, ევროპული კანონმდებლობით და ევროკავშირთან მაქსიმალურად დაკავშირებული პერსპექტივაში, რომ ასე ვთქვათ, ნამდვილად კანდიდატი, რომელიც აუცილებლად გახდება ადრე თუ გვიან. ერთადერთი მიმზიდველი და განსაკუთრებულად დიდი ასე ვთქვათ ინვესტიციო ასე ვთქვათ რესურსების ამ შემთხვევაში გახდება ჩვენი ქვეყანა. ადრე შეუულებრივად თუ განვითარდა ესე მოვლენები, იმის გამო რომ ჩვენ რაღაც საინტერესო რეგიონში ვართ, რაღაცა მშვიდობა, ჩვენ ქვეყანას გარკვეული როლი ყოველთვის ექნება, მაგრამ იქნება პასიური. იმისათვის რომ ჩვენ გქონდეს აქტიური როლი, ამისთვის ჩვენ იყო გამოვირჩეოდეთ ეხლა ბიზნეს განსახედიდან ვიხედებ, ამას ვაუბრობთ კომპანიას რაღაცით უნდა გამოვირჩეოთ. შესაბამისად, საქართველოს უნდა გამოირჩეოს ბევრი კომპონენტით რეგიონში, რათა გახდეს ნამდვილი რეგიონალური ხაბი, გულისხმობ ეს იქნება სატრანსპორტო ხაბი, ფინანსური ხაბი, განათლების კუთხით ხაბი იქნება, ხო? მაგალითად, სასამართლო რეფორმა თუ განხორციელდა ნამდვილად, როგორც არის საჭირო, ეს არბიტრაჟები იქნება, სასამართლო იქნება, გამორვა და კომპანიებისთვის აქ დარეგისტრირება იქნება ძალიან საინტერესო ამ კუთხითაც, რომ დიდი კორპორაციები და არა თქვათ რაღაც გარკვეულ ერთ სოფელში 700 ირანული კომპანია გაუგებარი მიზნით ჩამოსული. ხო, აქ რეალური სერიოზული კომპანიები დარეგისტრირდებიან, ვინაიდან მათ ეცნობათ, ეს არის აქ არის ევროპული სამართალი, საერთაშორისო სამართალი. ამიტომ საბოლოო ჯამში ის რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ნამდვილად ესე ვთქვათ ბოლომდე განვითარებული დემოკრატიული ქვეყანა თავისი ყველანაირი რესურსით და კანონმდებლობით, ჩემი აზრით მოკლედ რო ვთქვათ, ხო, აი ეს არის ამოცანა, თორე ხშირი ეს ქვეყანა არ იქნება, ადამიანები ასე თუ ისე იარსებენ, მაგრამ რეალური გამდიდრება და რეალურად თავარი სიმდიდრის, მე კაპიტალსაც არ დავარქვე, ჩვენი ადამიანების, ჩვენი ასე ვთქვათ, მოსახლეობის, ჩვენი მომავალი თაობის შენარჩუნების ერთადერთი გზა ამ ქვეყანაში დამკვიდრების ეს არის პერსპექტივაში დაჯერება, რომ ეს ქვეყანა იქნება შემდგარი ევროპული სახელმწიფო, თავისი ევროპული კანონმდებლობით, ყველა ადამიანის უფლების დაცვით, ეს იქნება კომპანიების გარანტირებული უფლებები, საკუთრებაზე უფლებები, სასამართლოს სამართლიანობა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ასე რომ ეს არის ძალიან მაღალი გამოწვევა, ეს არის რეალური ამოცანა, რომელიც წინაშე გავარდა, რაც ადამიანებს უნდა, შეიძლება ესე არ გამოხატავენ, ასე თქვათ, ყველა ადამიანი ასე დავაგებულად არ ამბობს, ესე უნდა იყოს, მაგრამ ჩემი აზრით ყველა ხვდება, რომ საქართველოს მომავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ბიზნეს გამოსახედა. ხა ჩვენ ბიზნესზე საუბრობთ, ბიზნეს გადაცემა, მაგრამ არასდროს არ დაგვაუწყდეს, რომ ბიზნესის უკან დგას ათასობით ადამიანი და ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებსაც გარდა იმისა, რომ თქვა ამ ბიზნესთან რაღაც სარგებლობა უნდა მიიღონ, მათ უნდა გქონდეს წვენა, რომ ცხოვრობენ ისეთ ქვეყანაში, სადაც ყოველი დილა მათთვის არის მათთვის იწყება ბედნიერებით, ხედავენ თავიანთი შვილების პერსპექტივას ამ ქვეყანაში და ასე რომ აი ეს არის მთავარი. სხვა შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ ამ მომავალს თაობებს, ისინი წავლენ, ის ნიჭები, ასე ეგრეთ წოდებული ნიჭები, ხო, გონება, საღი გონება საქართველოში ბევრი არ იქნება, შესაბამისად
ბევრი საინტერესო პროექტი ვერ შედგება. კიდევ ერთხელ ვამბობ, განსხვავება არსებობს არსებობასა და ცხოვრებას შორის. ჩვენ გვინდა კარგი, ასე თქვა, ცხოვრება, შესაბამისად ამისთვის საჭიროა, რომ ვიზრუნოთ ყველამ ერთად, რასაც საქართველოს იყოს მართლა ბევრი კომპონენტით გამორჩეული რეგიონში. აბსოლუტურად გეთანხმებით. ძალიან მაგარი მესიჯია ასევე ეს ყველაფერი და აი ხა დავიწყებ, ბოლოდან დავიწყებ, რაც თქვენ ახსენეთ, რეალურად ეხა ბევრი ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი დღეს საუბრობს სასამართლო რეფორმის საჭიროებაზე და მათ შორის ალბათ ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორიც იმისა, რომ ჩვენ არა გვაქვს პირობითად ის რაოდენობა ინვესტიციების ქვეყანაში, რაც გვინდა, თუმცა ხა კიდევ ერთხელ აი გუშინაც დეკლარირდა კიდევ ერთხელ უკვე გაყიდვების ოფისი გაიხსნა MR გრუპის, რომელიც 6 მილიარდიან ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში და ეს მხოლოდ და მხოლოდ მაგარია ყოველგვარი რევერანსების გარეშე ვამბობ ამას, მაგრამ ჩვენ გვინდა მეტი. ჩვენ გვინდა ირმის ნახტომიდან, ჩვენ გვინდა პირობითად ინვესტიციები ახლო აღმოსავლეთიდან, გვინდა ჩინეთიდან, გვინდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გვინდა ევროპიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და შესაბამისად ანუ აი მოზაიკურად თუ შევხედავთ, აი მათ შორის ინვესტორებისთვის და FDI-ის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი ზუსტად სასამართლო რეფორმის არ ქონაა ქვეყანაში, უფრო სწორად არასათანადო კონდიციები, რათა ჩვენ სასამართლოს რეფორმირების საკითხი ვაქციოთ არა მარტო რაღაც პრობლემის გადაჭრად, არამედ ცალკე სერვისად, იმიტომ რომ თქვენ სწორი ბრძანეთ აბსოლუტურად, რომ რატომაც არა საქართველოს არ აქვს ნავთობი, საქართველოს არ აქვს გაზი, მაგრამ აქვს ინტელექტუალური რესურსი და სერვისების პროვაიდინგის შესაძლებლობა დაე საქართველოს გახდეს ველი, სადაც გლობალური კომპანიები ჩამოვლენ თუნდაც იდავებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ჩვენ ამისთვის დავახვედრებთ მათ მზარდ და საინტერესო სასამართლო ინფრასტრუქტურას, ეს არბიტრაჟი იქნება თუ მედიაცია იქნება ცალ-ცალკე, ხო, ან ერთად პირობითად. აქედან გამომდინარე ეს ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი ფინანსური ჰაბად პოზიციონირების ნაწილი, ხა ჩვენ მადლობა ღმერთს ძლიერი საბანკო სისტემა გვაქვს და ძლიერი საბანკო სექტორი გვყავს, მაგრამ ასევე გვჭირდება ალტერნატივებიც, ცალკეული მიმართულებებით და ვისურვებდი, რომ არსებობდეს პირობითად იგივე ფონდების, ჰეჯ ფონდების შესახებ კანონები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ბევრი სხვა თემა კიდე, ინფრასტრუქტურა მათ შორის, რომელიც ხა ქალბატონ ირმა დაუშულთან ძალიან ხშირად გვისაუბრია, მაგალითად ლოჯისტიკაზე, მუნიციპალური ინფრასტრუქტურაზე, ხა როცა ნულის ზე გქონდა საუბარი და ნუ დაგვავიწყდება ნურას დროს, რომ ინვესტორი მარტო უცხოელია. ინვესტორი ქართველიც არის და უპირველეს ყოვლისა ქართველ ინვესტორს უნდა გაუფრთხილდეთ და აი შესაბამისად აი ამ კომპლექსური საკითხებიდან გამომდინარე, რაც თქვენ ბრძანეთ ეხლა საბოლოო ჯამში, აი სად გვაქვს ჩავარდნა და სად გვაქვს მეტი პოზიტივი. აი სამი კომპონენტი დავასახელე, ეხლა არასრული სამი კომპონენტი იმ ძალიან საინტერესო აქცენტებისა, რაც თქვენ დასვით ეხლა პირდაპირ ეთერში. აი ამ სამი კომპონენტის პრიზმაში, სად უფრო მეტი გვაქვს სამუშაო, სად გვაქვს შედარებით პოზიტიური სიტუაცია და ასე შემდეგ. ნუ ყველაფერი პრინციპში ცნობილია, ნუ ჩვენი ისევ და ისევ ჩვენი кейზი ევროკავშირში გაწევრიანების ეს არის ძალიან კარგი სამკვლევი, ხო? ანუ თუ საქართველოს გახდება ევროკავშირის კანონი ქვეყანა, რომელიც განვითარდება მიმართულებით, შესაბამისად ყველა ეს კანონი განხილულია ეს ყველაფერი, ანუ ეს მოიცავს ამას. ეს პროცესი ყველა იმ რეფორმის განხორციელებას, რასაც ქვია ევროკავშირთან დაახლოება. ამიტომ ეს არის მთავარი ამოცანა, ანუ ყველა მიმართულებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ხედავთ რაღაც ამ მიმართულებით გარკვეული ღონის რაღაც ქმედებებია უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონდეს ამბიცია, რომ იყოს ყველაზე დაბალი კორუფცია რეგიონში და ევროპის მასშტაბით ეს გაცხადებული აქვს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს და ასე ეს კარგია, მაგრამ ყველა დანარჩენი კომპონენტიც არის გასათვალისწინებელი, კანონმდებლობა უნდა იყოს ჰარმონიზირებული, არა მხოლოდ ეკონომიკური კუთხით, არამედ პოლიტიკური კუთხით და სამართლებრივი კუთხით ჰარმონიზებული მაქსიმალურად, ასე რომ მე მინდა რაღაც მაქსიმალურად პოზიტიური ჭრილში ვისაუბროთ, არ მინდა ახლა რაღაც შავბეძიო ესე მტკივნეულ საკითხებს, რაც ისედაც ვიცით, ანუ ეს რეფორმები რაც არის გასატარებელი, აუცილებელია, ეს პირობები არსებობს, ამიტომ ძალიან გასაფრთხილებელია ეს ყველაფერი. შესაბამისად თქვენ ბრძანეთ ინვესტიციების შემოდინება, ამ ინვესტიციებსაც უნდა ძალიან სწორი მიმართულების მიცემა. აი მაგალითად მარტივ რაღაცას გეტყვით, რაც ესეთი ძალიან კარგი მაგალითია, გუშინ მყავდა პოლონეთიდან სტუმარი, რომელიც ამასე იყო ჩამოსული პირადი ვიზიტით 6 დღეში თუ რაღაც 8 დღეში მოიარეს სხვა ადგილები. ყველაზე ნაკლებად შთამბეჭდავი იყო მათთვის ბათუმი. ყველაზე ნაკლებად შთამბეჭდავი. ისინი რატომ? იმიტომ რომ ისინი არ მოდიან რაღაცა სხვა სიტყვაზე, ასე მესამე მსოფლიოს ქვეყნიდან, სადაც უკვირთ შენობები და მზინავი შუშის შენობები. საერთოდ დაკარგული აქვს ავთენტურობა საქართველოს. ისინი ვერ მიხვდნენ, რომ ისინი არიან რაღაც ქართულ
რაღაც რეგიონში, სადაც რაღაცა კულტურას შეიმესწრებდნენ, თქვა იყვნენ კახეთში, იყვნენ შუა ქართლში, იყვნენ ბორჯომში, ასე შემდეგ, სადაც თბილისში ბუნებრივია ჯერ კიდევ არსებობს ავთენტურობა შედარჩუნებული. ამიტომ ნახეთ, ჩვენ როცა ვსაუბრობთ რაღაცა მასობრივ 6 მილიარდიან თუ ასე შემდეგ სადეველოპერულ პროექტზე, ეს ერთი მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ შევხედოთ, რას ალტერნატივა შეიძლება გქონდეს. თქვა დავიღოთ ქვეყანა ჩვენნაირი ზომის ტერიტორიით, შეიძლება პატარა ჰოლანდია, ვიცით წყალზე გაშენებული ქვეყანა, იქ საერთოდ არ არის ეს დეველოპმენტი მამოძრავებელი ძალი მათი ეკონომიკის. საერთოდ არ არის. ვიცით რა არის მათი ძალა, ხო? ეს არის სოფლის მეურნეობა, ეს იქნება მრეწველობა განვითარებული უმაღლეს დონეზე, ხო? გერმანიისთან მეზობლობამ, რა თქმა უნდა, ევროპასთან მეზობლობამ მას დიდი, ესე თქვა, პრივილეგია მისცა და ძალიან ბევრი საინტერესო მაღალი ტექნოლოგიის პროდუქციის წარმოება, სათბურების ტექნოლოგია როგორ არის განვითარებული, ხო? ანუ რატომ არ შეიძლება და იქ საერთოდ აკრძალულიც არის გარკვეული ბენეფიტების მიღება უძრავი ქონების სეზონის შემთხვევაში. საერთოდ ეგ თემა არ განიხილება. ამ კუთხით უკვე პორტუგალიამაც უარი თქვა ევროკავშირში რო თქვა უძრავი ქონების შეძენის სასარგებლო სამაგიეროდ რო თქვა იღებ რაღაც ცხოვრების უფლებას ეს ხო საბერძნეთს დარჩა და კვიპროსს დარჩა. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი კიდევ ერთხელ მეც ვიცოდი რომ ეს აქეთკენ მიდიოდა რომ შევდივართ მათოში არც მე შეიძლება ეს შექმნება რომ რაღაცა ქართულ ქალაქში ვართ ხო? ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია არ გავაფუჭოთ ჩვენი ქვეყნის თავარი ღირებულება და ავთენტურობა. ჩვენ ვერაზოს ვერ გავხდებით. ჩინეთს აქვს უფლება ამის, იმიტომ რომ ხალხი ტერიტორია აქვს, ზოგიერთი ქალაქი შეიძლება გახდეს სულად კოსმოპოლიტური და ვერც მიხვდე რა, მაგრამ ეს ჩვენ ამის უფლება არ აქვს. ძალიან პატარა ქვეყანა ვარ და ის კონკურენტული უპირატესობა, რასაც ჩვენი ისტორია და ჩვენ წინაპრების მიერ შემონახული ჩვენთვის ეს კულტურა იქნება, ძეგლები იქნება, არქიტექტურა იქნება, ასე ამას ვიწიდება გაფრთხილება. და თუ ჩვენ ამას ბეტონის ასე თქვათ ასე თქვათ უშველებელ შენობებში ჩავფლავთ, ხო, დაიკარგება ეს ყველაფერი. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამის ამ კუთხით. სულ ანუ მარტივი გზა არ არის სწორი, ასე თქვათ, გზა გრძელვადიანი, მაგალითად დეგოლს აქვს თქვა, თუ გინდა რომ დარჩე ასე გამარჯვებული, აირჩიე ან კონკურენტების გარეშე აირჩიე რთული გზა. ანუ ჩვენ ნავირჩიოთ რთული გზა, რა თქმა უნდა, არ არის ადვილი ეს ყველაფერი, ყველა რეფორმის განხორციელება, რომელიც ჩვენ ევროკავშირთან დაგვაახლოვებს. მაგრამ ეს არის გარანტირებული გზა, რომ საქართველოს შეინარჩუნოს ავთენტურობა და იყოს საინტერესო რეგიონის მასშტაბით და არ დაგვჭირდეს ჩვენ ასე თქვათ მთავარ ღირებულებებზე უარის თქვა, რასაც ქვია თქვათ ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა. აბსოლუტურად გეთანხმებით. ძალიან მაგარი მესიჯები იყო, ძალიან მაგარი აქცენტები იყო და ხო, აი ეს არის რა, მაგიტომ ვამახვილებთ ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას და მაგიტომ მინდოდა რომ დღეს აი ბიზნესის გადმოსახედიდან გვესაუბრა პირდაპირ ეთერში და გამოგვივიდა ეს ყველაფერი ძალიან მაგრად და მადლობა თქვენ ამისთვის.